ის კლოუნი აღმადარჩება. თუ არა და ხელისუფლებაში მოვა. ყველაფერზეა წამსვლელი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9+1 წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24 სერიანი მხატვრული ფილმის ჩვენება სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო. ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს, მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება. ჰეროკრატიაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ჩანს, მთავარ პერსონაჟს ჰერო ჰქვია. სერიალში მძიმედ საყურებელი სცენები გვხვდება, სასამართლო პროცესები, წამება და სისასტიკე, თუმცა არის კომიკური ნაწილებიც. როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმში აღწერილია იმ მსხვერპლთა ისტორიები, რომლებიც ცოცხლები ვერ გადარჩნენ. არ არის დასახელებული მოძალადეების ვინაობა, თუმცა მათი ამოცნობა შესაძლებელია, რადგან ფილმის შემქმნელთა თქმით, მოქმედებები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. გოგა ხაინდრავას თქმით, ფილმის გადაღებამდე სხვადასხვა საქმეზე 1800 ინტერვიუ ჩაიწერა, მაგრამ შეირჩა მხოლოდ ისინი, სადაც კარგად არის ასახული სახელმწიფოებრივი წნეხი და სისტემური დანაშაული. სანამ ჰეროკრატიას მაყურებელი ტელეეკრანებზე იხილავდა, გოგა ხაინდრავა აცხადებდა, რომ ფილმს განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტი არ ჰქონია და დარწმუნებული იყო, რომ გადაღებისთვის დახარჯული თანხა მისი სიმცირის გამო საზოგადოების განცვიფრებას გამოიწვევდა. ხაინდრავა ამბობდა, რომ ეს იქნებოდა პროექტი, რომელიც საქართველოში კინოწარმოებას სხვა სიმაღლეზე აიყვანდა. ფილმის რეიტინგსა და მასზე დახარჯულ თანხას უკვე მისი გამოსვლის შემდეგ Facebook-ის საკუთარ გვერდზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 38 მილიონს რომ დახარჯავ. გოგა ხაინდრავას ანდობ, ჰეროკრატიას გადააღებინებ, როგორც მთავარ საარჩევნო ბონდს და ის ჰეროკრატია 5-6% რომ წერს, ანუ ასე 2-3-ჯერ ვიდრე ქონოთ მოყვანილი გამოსახულება რუსთავი 2-ის ეთერში, ხომ უნდა თქვა ბოლოს და ბოლოს გამოთქმით, იმიტომ რომ მე ვარ დებილი. ესაა ჩემი კომენტარი. საკუთარ გვერდზე ფილმის შესახებ კომენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. 5%-ზე ჩამოსულა ჩემს გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი წუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა გააძროს ოცნების დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისთვის. ისე ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისთვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა. ჩვენი პერიოდი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ფილმის შესახებ ამ მოსაზრებებს არ იზიარებს ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, გოგა ხაინდრავას სერიალმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერმა სტუდენტური კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ჰეროკრატიის რეიტინგით დაინტერესებულია რუსთავი 2 და ტაბულა. მან ხაზი გაუსვა, რომ ფილმის რეიტინგს თვალს არ ადევნებს. ხელისუფლებისაგან ესეთი ზეწოლა საკუთარ მოსახლეობაზე შეიძლება იყოს უპრეცედენტო. ამ ფილმს სამხრივ ჩემი აზრით აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება. თუ მას არ აირჩიეთ სწორედ, პირველ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა. ჰეროკრატია ეთერში ღამის 11 საათის შემდეგ გადის, აღნიშნეთ +18. რამდენად პოპულარულია სერიალი თბილისში და რა იცის მოსახლეობა მის შესახებ, ვეცადეთ ქუჩაში გაგვერკვია. არ მინახავს, ალბათ დრო არ მქონდა და სათანადო ინტერესიც არ გამომიჩენია. სამ სერიას უყურე. ნუ რო გამეგო რა არის, მაგრამ იმაშია რა, როგორ იცით 90-იან წლებშია ნაბიჯი გადადგმული. მე ხატრულ დონეზე ვერ ვილაპარაკებ, არ არის ჩემ, მაგრამ შინაარსობრივად ესე მგონია. დიახ, უყურებ. ადრე ეგრე ექცეოდნენ ზოგადად. პატიმრებს, მაგრამ ეხაც ეგრე ექცევიან. ორი სერია მოვასწარე, პირველი და მეორე სერია. ძალიან მძიმე იყო საყურებელი, ძალიან მძიმე. ცრემლებიც მომივიდა, ძალიან იმას რა ქვია, ცუდად გავხდის. აღსანიშნავია, რომ ჰეროკრატია არასასურველ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის წარმოსაჩენად ფილმის შექმნის პირველი მცდელობა არ არის. უფრო ადრე ეს რუსეთში სცადეს, როცა ვლადიმერ ჟირინოვსკის მეგობარმა და მარჯვენა ხელმა ალექსი მიტროფანოვმა ფილმი მიშა გადაიღო მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს მიმსგავსებული მსახიობებით, თუმცა ფილმს დიდი პოპულარობა არ დაუმსახურებია.